მორიგი დადასტურება არის დღეს მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული ბრალდების საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება. იგი მოსამართლემ სამართალ დარღვევა ცნო შენობის ფასადზე, კედელზე სტიკერის გაგვრის გამო და იგი დააჯარიმა 2000 ლარით. ხალი, რომელიც ჩემი ღმერთმენით შეფასებით არის პოლიტპატიმარი, რომელიც თითქმის 40 დღის განმავლობაში შემშილობდა, რომელიც სამართლო პატიმრობაში იმყოფება ამ დრომდე, მოსამართლემ 2000 ლარით დააჯარიმა. დღესვე მისი სისხლის სამართლის საქმის განხილულმა მოსამართლემ დაადასტურა. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს გადაუცხადა, რომ იგი მას არ აქვს კვალიფიკაცია სისხლის სამართლებრივი მიმართულებით, თუმცა მას კანონი არ უბრძალავს და არც მორალურად ჩათვალა აუცილებლად, რომ აცილება მიეცა საკუთარი თავისთვის, რომ კვალიფიციურ მოსამართლეს მაინც განეხილა ის აბსურდული ბრალდება, რომელსაც მზიას ედავებიან. ეს კიდევ და კიდევ ნათელი დასტური არის, რომ მზია დღეს არ იხდის სასჯელს და არ არის რეპრესიების მსხვერპლი, იმიტომ რომ მან კანონი დაარღვია, არამედ იმიტომ რომ ასეთად უნდათ რომ იგი წარმოაჩინონ. ასევე უნდათ რომ სხვას დაანახონ, რა შეიძლება მოყვეს მათ გაბედულ ქმედებას, რა შეიძლება მოყვეს კეთილსინდისიერად საქმის შესრულებას. ეს არის გზავნილი დაშინების მცდელობა მედიის და კონკრეტულად რეპრესიული ნაბიჯი მზია ამაღლობელის მიმართ. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სამწუხაროდ სამართლებრივ სახელმწიფოდ ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდით და აუცილებელია ბრძოლა, ვიდრე ეს შესაძლებელია იმისთვის, რომ ჩვენ ერთის მხრივ სამართლიანობას, მეორეს მხრივ კი სამართლებრივ სახელმწიფოს მივაღწევთ.